მინდა რომ მოვიდარეთ ყველა ცოდვა, ყველაფერი ცუდი, ყველაფერი ბიციერება რაც გვაქვს, ცუდი ძალიან ბევრი გვაქვს და მოვინანიოთ. ეს ლაქა, ცოდვის ლაქები, ხო, განვირეცხოთ, განვიწმინდოთ. ჩამოვირეცხოთ ეს სულის ხრწნილება, რომ აღვიდგინოთ სიწმინდე. ჩვენ თავითვისით კი ვერ აღვიდგენთ ამ სიწმინდეს. ჩვენ რომ გვინდა სიწმინდე აღვიდგენ სიწმინდეს უფლის ზიარება, ღვთის სისხლისა და ხორცის მიღება. ამის აღსადგენად რომ სიწმინდე აღიდგინოს ადამიანმა, მარტო სინანული კი კარგია, აღსარება, საიდუმლოა, მაგრამ აუცილებელი საკურნებელი საშუალება და აუცილებლობა ის რომ ადამიანმა აღიდგინოს ეს ზიარებით. ჩამოირეცხოს ზიარებით და შეეხებარა მაგისა მისა, ცოდვათა მისა გასმა, უძლურთა მისა მიუტევებს და ღვთის გულმოწყალება შეუცვლის მას ძიმე და თქვა ცოდვის მდგომარეობა შეუცვლის ღვთიური მადლის პოეზიარებს ახლა დავუშვათ დღეს ხომ ძლევამოსილი მოქმედებით რის შედეგადაც უარყოფილი იქნება ყველაფერი ცუდი და პოზიტივი წამოვა წინ და დადებითი წამოვა წინ და ადამიანი უფრო სიკეთისგან მიიქცევა და გაძლიერდება მისი სულიერი და ხორციელი იმუნიტეტი და ჯანმრთელობა. ამისაც უნდა ვიზრუნოთ, ანუ სულის ხსნისათვის ზრუნვა ეს ყველაფერი, ხო, სხვა რა არის ეს თუ არა და სულის ხსნისათვის ზრუნვა. ეს არის ჩვენი ყოველდღიური საფიქრავი. ეს არის ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი. ეს და ამაზე ფიქრი უნდა აღავსებდეს და აღავსებს კიდევაც თქვენ ცხოვრებას, ყველა ადამიანის ცხოვრებას, მარტო სასულიერო პირის კი არა, ერის თქვენზე არა, თავარი თქვენ ახალ. თქვენ ცხოვრებას აღავსებს ამაზე ზრუნვა, სულის ხსნაზე ზრუნვა და ჩვენ ამაში ხელს ვცდილობთ რომ შეგიწყოთ. ახლა ჩვენც უცოდველები არა ვართ ადამიანური ფაქტორი მოქმედებს და ხანდახან ჩვენ თონაც დასახმარებელი ვართ იქით, დასიზამ. პირთი ურთიერთად იტვირთეთო, ხომ? ხან ასწავლი, ხან სწავლობ. ამაში არაფერი არის გასაკვირი და ერთმანეთს უნდა ორმხრივი მოძრაობა, სიყვარული და ზრუნვა, ერთმანეთს უნდა შევეწიოთ და შევეხიდოთ ჩვენ. ეს მახსენდება ეს გნოსეოლოგიური იმპერატივი სოკრატეს რომ შეეცან თავი შენი. რამდენი უბედურება, რამდენი განსასწრელია რომ ამაში გვისის ხელს. შეეცან შენი თავი ქრისტეში. დავამატებ, ხო? შეეცან თავი ქრისტეში. ათასგვარი უბედურება გვესხის, ათასნაირი ნეგატივი არის, ათასნაირი დაბრკოლება, მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად ბუნებრივია, ხო? რომ ადამიანს თქვენ მე ყველას სურს რომ ბედნიერი ვიყოთ, თქვენ ჯანმრთელობა ეს სულიერი და ხორციელი, ამაში რა არის გასაკვირი? ყველა ადამიანს უნდა რომ ბედნიერი იყოს. მიუხედავად ყველაფერი უარყოფითისა, მაინც სურს ადამიანს ბედნიერი იყოს. არ შეუძლია მე მეცაც ვიტყოდი, არ შეუძლია რომ ეს არ სურდეს. უნდა ისურდეს ეს. იყოს ბედნიერი ქრისტეში და არა რაღაცა სხვა წარმართული ან რაღაცა სხვა ჰედონისტური გაგებით. არა. როგორ უნდა, მაგრამ მეორე კითხვა ისმის, როგორ უნდა ვეზიაროთ ამ ბედნიერებას? კი, ყველას გვინდა რომ ბედნიერი ვიყოთ, მაგრამ აი როგორ უნდა ვეზიაროთ ამ ბედნიერებას? რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისაც რომ ბედნიერებას ვეზიაროთ? ისმის ესეთი კითხვა. და პასუხი ერთია, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ სარწმუნოებაში, იმედში, სასწორებაში და ყველა ცოდვა უნდა მოვინანიოთ. აი ეს არის ამაზე პასუხი. ეს არ არის მარტივი. რა თქმა უნდა, ეს არის ის მთავარი მიზანი, რასაც ვიძახი მე, რომელიც ყველა მიზანს აღემატება. თუ გინდა ბედნიერი იყო და ბედნიერი იქნები და ხარ უკვე ბედნიერი. და რომ იცი ზოგმა მეშველება რამე და გვეშველება მამაო რამე, რაღაც ესეთი კითხვა, ოდიოზური კითხვას მისვამენ ხოლმე. უკვე ნაშველი გვაქვს ჩვენ ქრისტეს მიერ. ჩვენ დიდი ხანია გამოხსნილები ვართ. უბრალოდ ეს გამოხსნა უნდა შევისისხორცოთ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებით. გავითავისოთ და ჩვენი აზრი, ცირკვით და საქმით ამ ხსნაზე თანხმობა უნდა განვაცხადოთ. იმ დიდ კითხვაზე, რომელიც მთელი ჩვენი ცხოვრების წიგნის სათაურია. ამ წიგნს ქვია ესეთი, გიყვარ მეა, შვილო, გიყვარ მეა. ამ წიგნს ასე ქვია ჩვენი ცხოვრების წიგნს. ქრისტე გვისვობს ამ კითხვას. გიყვარ მეა, გახსოვთ პეტრე მოციქულწრეულო. აი ამ კითხვას გვისვობს ქრისტე ჩვენი ცხოვრების წიგნში. და აი ამ წიგნში ერთი დიდი ბოლოს პასუხი უნდა მივაწეროთ. მიყვარ შენ, იცი შენ რომ მიყვარ შენ. ბოლმა ყველაფერი იცის. ან ვერ მოატყუებ. მართლა გიყვარს ისიც, მაგრამ თანხმობას ბუნებრივად ელოდება შენგან, თავისუფალი ნებით თანხმობას.
ოღონდ არ გაძარებს არაფერს. ამიტომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ აი ეს სიყვარული დაუდასტურო ქრისტეს. აზრით, სიტყვით და საქმით. რაშიც ყველას წარმატებას გისურვებთ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თუ ყოველთა თანა ამის.